მოგესალმებით მეგობრებო, როგორ ხართ, როგორ ბრძანდებით, როგორი დღე გაქვთ, როგორი საღამო გქონდათ ღამე, რა ვიცი, ჩვენთან ძალიან ცხელა ისევ როგორც ყოველთვის. ეს დღეები ძალიან დიდი სიცხეები არის, მაგრამ არა უშავს. დღესაც სახლში გადავწყვიტე გადაღება. მეორე ამანათით მოვედი, მინდა გითხრათ. და აბა დავიწყოთ. მალე დავიწყოთ. ასე, პირველი დავიწყებ ჩემი ნივთებით. სხვათა შორის მინდა გითხრათ, რომ ჩამომივიდა ჩემთვის ბოტასები. ამ ბოტასებს ძალიან ველოდებოდი. მინდა გითხრათ, ეს არის 40 ზომა. არ არის ეს ჩემი პირველი შენაძენი, მაქვს კიდევ ჩემგან ბოტასები გამოწერილი. ეხა იყო ძალიან დიდი, კარგი ფასდაკლება. ეს ვიყიდე 16 ლარად, სხვათა შორის და ძალიან იაფი, ამას დაბლა დავაგდებ. თან ხო, მაგითაზე აღარ დაეტე. ხო, მოკლედ, აი ასეთი ხარისხიანი კარგი იწელება რეზინისავით არის. აი შიგნითაც იგივე ფერია საფენი. ნახეთ. და ძალიან ხარისხიანი, მსუბუქი, აი მსუბუქი, ადვილი, მარტივი, რა ვიცი, ზღვაზე, დაჩაზე, სასეინოდ პარკში რამე ძალიან გამომადგება. ჩემთვისაც ჩემ ტობის რო გავასეინებ, გამომადგება ძალიან. აი ასე, ვისაც სურს შეიძინეთ. მე ძალიან მომწონს. იყო სხვათა შორის ვარდისფერი და ვფიქრობ, რომ ისიც შევიძინო, მე ძალიან მიყვარს. ვიცით, ის ვარდისფერი ძალიან მიყვარს მე და რა ვიცი, ამჟამად ესეთი ფერი გადავწყვიტე და ვარდისფერსაც მოვიფიქრებ, ვიყიდო თუ არა, თუ ვიყიდი, აუცილებლად განახებთ. გამოვიწერ და აბა ვნახოთ, გადავიდეთ. დღეს ბევრი ნივთები მექნება. ჩემი ლუსის და ტობისაც ერთ ნივთს ველოდები, სხვათა შორის და ბოლოში სიურპრიზი, როგორც ყოველთვის. აი ასეთი რამ გამოვიწერე სხვათა შორის. მინდა გითხრათ. ეს არის თან დაბლა დავაგდებ მე ხო, ეს არის ზაღლის ხო, აი ასე იწევა და აი ასე ეს უნდა იყოს სადღაც ძალიან დიდი იყო, მე მგონი 2 მეტრაზე თუ რაღაცა. ზუსტად არ მახსოვს, ესეც სადღაც 17-16 ლარი ღირდა. მე ამას დააწვევით ასე და აი იკეტება, აღარ მიდის. გადავწყვიტე ესეთი ფერის, რახამ ორი ბიჭი ყავს. აი ასე. ნახეთ. და ძალიან ასეთი კარგი, აი ასეთი საკეთიმითი ხარისხიანი სხვათა შორის რკინები. აი ნახეთ. ძალიან. მოკლედ ასეთი გვედის დასაჭერი ცხოველებისთვის. ესეც ძალიან კარგი შენაძენი და ძალიან საჭიროა, ვისაც ცხოველები ყავს. რა ვიცი, ალბათ ყველას აქვს. მე არ მქონდა, ძვლები ახატია, ნახეთ. აი ეგ ძვლები ახატია გარშემო. არ მქონდა სხვათა შორის, სულ ისეთი მაქვს, რომ ან ყელსაბამს მოყვება, ან ცალკე ვყიდულობდი ხოლმე ღვედებს ჩვენთან აქ თბილისში და გადავწყვიტე ასეთი შეძენაც. აბა გადავედით მეგობრებო. ძალიან საინტერესო რამე არის, მინდა გითხრათ ეს. სხვათა შორის არ ვიცი რაღაცა ისე სურათზე მომეწონა, რაღაც არ მგონია დიდად დაგჭირდეს, მაგრამ მე მაინც შევიძინე. ვითომ ტობისთვის არ ვიცი. ან ექიმთან რო წავიყვან, ან თუ არ გაჩერდება, ან რაღაცა, ან იყვეს ეკისა რაღაცა არ მგონია, მაგრამ მაინც აცლის დროს შეიძლება გამოგვადგეს.
აი ასეთი იხვის ჭუკის ნისკარტი პატარა ზაღლებისთვის. აი ნახეთ. ასეთი საყვარლობა. ნახეთ ესეთი ღვედი. აი ნახეთ. ასე იხსნება ალბათ ესე უკეთდება პირზე. რაღაც ახალისოდ. დიძაღლებს ხომ აქვს რომ პირზე ესე აფარებული ბადიან სეტკან რაღაცას უკეთებებს და ამათ პატარებს ასეთი იხვის ესეთი ნისკარტი. ძალიან სახალისოარი. არა მგონია ეხა ეს ჩემ ტოპით გაიჩეროს, მაგრამ რაღაცა მაინც შევიძინე, მე მომეწოდა რაღაცა ფოტოზე ზისთვის მაინც თუ გაიჩერებს ძალიან კარგი იქნება. მოკლედ ეს ღირდა სადღაც 5-6 ლარამდე. არ ღირდა ძვირი, აი კაი სილიკონია სხვათა შორის. და რა ვიცი, ვისაც სურს შეიძინეთ ასეთი ნისკარტი. აბა გადავიდეთ შემდეგზე გადავიდეთ. ეს არის ჩვეულებრივი ღვედები, ყელსაბამები უბრალოდ. ეს უყიდეთ ჩემ კასპერს, ჩემ ფისოს სხვათა შორის. კასპერს ძალიან ბევრი მაიკები აქვს, რაღაცა, მაგრამ ყელსაბამები ასე ვთქვათ, რაღაცა ესეთი ფერები, აი უყიდე. ცისფერი, ასეთი მწვანე და ასეთი სალათის ფერი. აი ახატია რომ ფისოსი არის, ნახეთ. არის სხვაობა სხვათა შორის ძაღლის და ფისოს ღვედებს შორის მინდა გითხრათ. და იმით განსხვავდება რომ ეს საკეტები ძალიან მარტივად იხსნება აი ფისოსთვის, რომელიც არის. აი ნახეთ, აი ასე. და ლეკვისთვის რო არის, ან ძაღლისთვის რო არის, აი ესეც მარტივად. შევამჩნიე სხვათა შორის, რომ ალბათ ფისოები რო ესე დაძვრებიან, ან ზოგი ხეზე, ან სახლში არ ვიცი ხა ხე და რაღაცად უნდა გაიხლართოს, მაგრამ ალბათ რო არ გამოედოთ და ან რომ დაიხჩოს ან რაღაც არ მოუვიდეს, ძალიან მარტივად ასე იხსნება, რომ რამე არ დაუშავდეს თქვენს ცხოველებს. ეს სადღაც ასე 5 ლარი ღირდა 3 ცალი და რა ვიცი, შევუძინე ჩემ კასპერს, გამოგვადგება, ნამდვილად გვჭირდება. აბა გადავედით. საინტერესო რამე გვაქვს კიდევ, მინდა ეს არის სხვათა შორის ეს გამოვიწერე. ცოტა დააძრევათ, იმიტომ რომ ძალიან მომეწონა და ასეთი ნივთები ძალიან სწრაფად იყიდება. ვით უმეტეს პატარა ზომები უფრო სწრაფად იყიდება, ვიდრე დიდი ზომები დიდხანს დევს ხოლმე და პატარები ეთყობა, არ ვიცი, ხა ბევრს ყავს პატარა ცხოველი როგორ არის და ჯერო კატებისთვისაც ყიდულობენ და მაგიტო უფრო. და ეს აი ასეთი კურტკა დუტის შეუძინე ჩემ ლუსის. ნახეთ, რა საყვარლობა. აი ვერ მოვითმინე, მეგობრებო. ისეთი საყვარლობა, ესეთი პრინცესული მეფური თუ როგორ არის, ასე ჯიბებით. არის, აი ასე. და რაღაცას ჩავდევთ, კარგი ბრენდი. მოდი აბა გავხსნათ. კარგი ხარისხი სხვათა შორის. აი ნახეთ. ასე შიგნდა ლამაზი ფერი. ეს შეიძლება ამოაბრუნო, ესე მე მგონი და ისიც ჩააცვა. ისე შეიძლება მგონი. თუ არა. არა და ძალიან ლამაზად კი იყურება, ნახეთ. შეიძლება მარკებს თუ მოვაჭრი, რატომაც არა. კი, შესაძლებელი არის, აი იკეტება ასეც. ნოკები. ხო, ვიფიქრებ ამასაც. მოკლედ ასეთი დუტის კურტკა შეუძინე. ჩემ ლუსის პატარა, იმიტომ რომ ძალიან პატარა. ეხა ისეთი ცისქნა და მოპუსკულია, რომ არ ამგონია ეხა, რა ვიცი, ეხა ზამთრამდე იმედია გაიზრდება. აი ასე. ასეთი ლამაზი შენაძენი და კარგი და ძალიან იაფად. ეს ღირდა
სადღაც 20 ლარამდე არ ღირდა ძალიან ძვირი, ნუ კურტკები ძვირი ღირს, რა თქმა უნდა, დუტის კურტკები, კაპიშონები, რაღაცები, არის ისეთი ტანსაცმელი და ნივთები, რომელიც ღირს ცოტა მეტი, რა თქმა უნდა. ხო, ეს არის ძალიან სახალისო, ესეც დღეს რაღაცა ჩემი ცხოველებისთვის მეტი შენაძენი მგონი. აი, ასეთი ბაჩიები. ნახეთ, ასეთი ბაჩიები უყიდე, ვითომ ლუსის, არ ვიცი ხა რამდენად გაიჩერებს. ვითომ დუტის კურტკასთან. რაღაცა ესეთი ვეფხვები თუ მოდი ერთ ცალს ამოვიღებ. აქ არის 4 ცალი, რა თქმა უნდა. აი, ვაიმე, ნახეთ, ამას უყურეთ. რა სილამაზეა, ნახეთ, პატარა ვეფხვები. ძალიან პატარა, აი, ნახეთ დიდის. აი, ესეთი პაწუკა თათი. აი, ნახეთ, როგორი თათია. სხვათა შორის სილიკონია აქ. რბილი. ეს არის ასეთი. აბა, მოდი, ახლა მეიკაზე ასეთი თათი აქვს, აი, პატარა თათი. აქაც, აბა, მოდი გავხსნათ. ესე ხრიწით იხსნება, ეს, აი, ნახე რა მხელადი. ასე გავხსნით. არ ვიცი ხა ჩემი ლეკვი ამდენად გაიჩერებს ამას. აი, ესე გავხსნით. აი, ნახეთ როგორი რბილია შიგნით. და ესეთი საყვარლობა მოიგონეს. ნუ სურათებისთვის შეიძლება ეხა ამითი არ მგონია იაროს. შეიძლება იაროს, მაგრამ რაღაც არ მგონია პატარა ბოტასები ესე. ესე პატარა ბოტასებიც გვაქვს. აი ასეთ დუტის კურტკასთან მოუხდება ესე ლუი ვიტონები, ესე პატარები. აი ასეთი შენაძენიც გვაქვს. ესეც ღირდა სადღაც 20 ლარამდე, მინდა გითხრათ. ძალიან საყვარლობები არის. მართლა ძალიან მომეწონა. გადავიდეთ, ახლა ტობის ჯერი არის, ჩემი ტობის. ეს არის სხვათა შორის ისეთი დღისთვის შევარჩიე. მინდოდა რომ ჩემი ლუსი და ჩემი ტობი დამეწყვილებინა, ასე ვთქვათ. რა თქმა უნდა, გოგოც იმიტომ შევიძინე, მაგრამ ჯერ ძალიან პატარაა ლუსი, ნუ ტობი უფრო დიდი არის, 5 წლის ახდება ეხა აგვისტოში და შეიძლება დაბადების დღეს რომ გადავუხდი, რაღაცა ესე პატარა ფართი გადავუღო და თქვენც გახალისდეთ, მეც გავხალისდე და შევუძინე ასეთი კოსტუმი ფართისთვის და რაღაც სურპრიზი მაქვს კიდე ლუსისთვის კაბა და იმას შემდგომში განახებთ რომ გამოვიწერდა რომ ჩამოვივა, აი მაშინ გაჩვენებთ. ეს არის ტობის კოსტუმი, ნახეთ. აი ასეთი. ნახეთ, აქეთაც აქვს ბანტი. აი, საროჭკა. ეს გულზე ესი აქვს, ყელზე. და უკან ასეთი. აი, ესეთი ჟილეტი და ასეთი ბანტით. ეს არის ტობისი და ლუსისთვისაც არ ვიტყვი სურპრიზს. ძად დავტოვებ აუცილებლად, ვინც მიყურეთ, გამომიწერეთ. აუცილებლად, ვისაც აინტერესებს, ვისაც უყვარს ცხოველები, ვისაც მოსწონს ჩემი unboxing-ები, ვისაც მოსწონს ჩემთან ყოფნა, გამომიწერეთ, დამიგულეთ, დალაიქეთ და რა ვიცი, გელოდებით ჩემ არხზე ყველას, ვისაც მოვწონვარ და ვისაც მოსწონს ჩემი unboxing-ები, განყოფები. აი, ასეთი ლამაზი შენაძენი გვაქვს. აი, ასე. ძალიან სხვათა შორის ეს ნამდვილი საროჭკის ნაჭერი არის, როგორც ჩვეულებრივ ბიჭებისთვის და გოგოებისთვის, ასეც ცოტა რაღაც კარგი ნაჭერი, ასეთი ღილებით. რა ვიცი, მე მომწონს, ძალიან ხარისხიანია სხვა და კნოპკებით არის, რაც მთავარია, რომ ესეც სადღაც 25 ლარი ღირდა. არ მიყიდია ფასდაკლებით, ვინც ფასდაკლებით შეიძენთ, აუცილებლად ნაკლებად შეიძენთ. იყო ზომებით, სამწუხარო ძალიან დიდი ზომები არ იყო. როგორც ვიტყვი ხოლმე დიდძახლებზე, ალბათ უნდა შეკეროთ, ანუ შეუკვეთოთ, შეკეროთ მსგავსი ნივთები, იმიტომ რომ
არ ვიცი, ამ საიტზე თვითონ თემუზე არ არის ესეთი დიდი ზომები, თქვათ XL-ამდე არის და ზევით აღარ არის ხოლმე რაღაცა ტანსაცმელები, ზოგი არის, ზოგი არ. უმრავლესობა არ არის, უფრო პატარა ძაღლებზეა გათვლილი სამწუხაროდ. მე მიყვარს ძალიან ცხოველები, დიდი ძაღლებიც ძალიან მიყვარს, ყავს ჩვენ ოჯახში დიდი ძაღლიც, golden retriever-ი ყავს ჩემდას და გვინდა ხოლმე რომ რაღაცა ან ვაჩუქოთ ან რაღაცა, მაგრამ სამწუხაროდ არ არის მსგავსი ეს და გვიწევს რომ მარტო თქვათ ყელსაბამი შეიძლება შეუძინო ან ბანტი ან რაღაც ესეთი კი ბატონა როგორ გოგუა სხვათა შორის მოლიკო ძალიან საყვარელი, ძალიან ჭკვიანი და კარგი ძაღლი არის, ჩვენთვის ძალიან საყვარელი. მე ძალიან მიყვარს. მასაც ძალიან უყვარვათ მოკლედ. აბა გადავედით. აბა სურპრიზი. თუ გამოიცნობთ რა არის? ვერ გამოიცნობთ. ეს არის უსადენო ყურსასმენები. გამოუწერეთ ჩემ დედიკოს, ვინც მიყურებს აუცილებლად იცის და შეპიებული ყურსასმენები. ჩემთვის გამოვიწერეთ წითლები, ვინც ნახა წინა ვიდეოებში, ვინც არ მიყურებს და ანუ არ იცის ჩემ ვიდეო, გამოიწერეთ ჩემი არხი, მიყურეთ და ნახეთ ჩემი წინა unboxing-ებში არის ყურსადენები. ეს უნდა იყოს ცოტა განსხვავებული. აბა ვნახოთ როგორი იქნება გავხსნათ. მეც მაინტერესებს, მინდა გითხრათ. ეს რას? ხო, მოკლედ მოყვება ამასაც ასეთი სილიკონის უკან ყურისთვის, რო თქვა თან დაგეკარგოთ, ან რა ვიცი. რა იყოს? ეს არის სატენი თვითონ და აბა ეხა მთავარი აბა ვნახოთ ვაი. ახალი ყველაფერი კაია მეგობრებო. ეს აქვს სატენის უკან არის სხვათა შორის. დაბლა არ აქვს, ამას უკან აქვს, ჩემსასაც უკან აქვს. აბა გავხსნათ. ვაი, რა სილამაზეა. ნახეთ იტენება უკვე. აი, ნახე წავიდა დატენვა თუ ხედავთ. ჩანს მგონი ხო? იტენება თან. ეთყობა რა ხამ ასე ამოვიღე ოდნავ. დაიწყო დატენვა ამან. როგორც ყველა. მე ძალიან მომწონს. აბა ვნახოთ, ასეთი. ანათებს თუ ჩანს. ჩემსაც ცოტა სხვანაირი აქვს. მიყურეთ, ნახეთ, ის ცოტა განსხვავდება ამისგან. გულები არის მსგავსი, მაგრამ სხვანაირად არის, უფრო სხვა. აბა ვნახოთ ყურსა როგორ იყურება. საინტერესოა. ხმას ახლა რა თქმა უნდა ვერ ნახეთ. თუ ჩანს, არ ვიცი. ძალიან საყვარლობა. ეს ჩემ დედიკოს ძალიან გაუხარდება. შეპირებული ჩემი უსადენო ყურსა. არ არის პირველი საჩუქარი დედიკოსთვის სხვათა შორის. ძალიან ბევრი ყურსასმენი მაქვს საჩუქარი, მაგრამ ესეც ძალიან რომ მოეწონა, გადავწყვიტე რომ გამეხარებინა. ასე. ამას თავის ჩასადებით, რა თქმა უნდა, ვაჩუქებ. აუცილებლად მაქვს სილიკონის ამის ცალკე ჩასადები და სილიკონის ჩასადებით აუცილებლად ვაჩუქებ. გავახარებ ჩემ დედიკოს. ასეთი შენაძენიც გვაქვს. ძალიან კარგი, ლამაზი და საყვარლობა. ასე. მე რომ მიყვარს გულები, დამიგულეთ. გამოიწერეთ ჩემი არხი და ლაიქეთ. ჩემი დიდი თხოვნა იქნება, რომ გამიუჯობესდეს არხი, мотивация მომეცემა ძალიან მჭირდება თქვენი გვერდში დგომა, მხარდაჭერა, ვინც ჩემი გამომწერები ხართ, დიდ მადლობას მოგახსენებთ, რომ მიყურებთ, ჩემთან ხართ და რა ვიცი, ვეცდები რომ ყოველთვის საინტერესო და კარგი ვიდეოები შემოგთავაზოთ. აბა გადავედით. ეს არის სათვალეები.
ეს არის ბოლო დღეისთვის სურპრიზად. აბა ვნახოთ, მეც მაინტერესებს. ამას ძალიან ველოდებოდი. ესეც ხელდღეებში და რა ვიცი, თუ გავედი გარეთ და სული მოვიტყვი გარეთ, რომ შემეძლოს გასვლა. ნუ კი საჭესთან რა თქმა უნდა კონდიციონერის ქვეშ და ისე კაია, მაგრამ ხანდახან მანქანაც გადასვლა და ქუჩაში გავლაც გვიწევს, მაგრამ ძალიან ცხელა და ვამჯობინებ, რომ ცოტა სიკრილეში ვიყო. დღეს მაინც აი ასე. აბა დავიწყეთ. ვაი, რა სილამაზეა. და ასე იბჭყიალებს მზეზე. აი ნახეთ, ქვებით არის ეს. ძალიან ჭყიალა, ბღიალა. ასეთი მარტივი, კარგი. არღის ძვირი, ამაში 20 ლარი მივეცი, სხვათა შორის, ცოტა მეტი და სხვებისგან განსხვავებით, იმიტომ რომ ეთყობა ქვები რო ჰქონდა, აქვს უფრო სწორად, მაგიტომ ალბათ მე ესე ვფიქრობ. და აბა გავიკეთოთ, როგორ მიხდება. აბა ვნახოთ. ძალიან საყვარლობთ. ძალიან მომწონს, სხვათა შორის ძალიან ლამაზია. ვისაც მოგწონთ დალაიქეთ. გამოიწერეთ ჩემი არხი, არ დაგავიწყდეთ. ზარის ღილაკს დააჭირეთ, ძალიან მარტივია. ადვილია და ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია, და გითხრათ. ძალიან გამახარებ, ძალიან გამიხარდება. შემოგვიერთდით, ჩემნაირებო დამემატეთ. რა ვიცი. ერთად ვიყოთ ცოტა ხნით მაინც გავხალისდეთ თან. აი ასეთი შენაძენი არის ჩემი დღეს ბოლო. კიდევ ველოდები ერთამანაც შევხედოთ, არ ვიცი, ახლა ძალიან ცხელა და თუ რამე სადმე არ დავგეგმე წასვლა დასასვენებლად, ან რამე, რა თქმა უნდა შემოგთავაზებთ სხვა ვიდეოებსაც, ვინც მიყურებს იცის, როგორ მოგწონთ აბა ჩემი ღამის ვიდეოები, მითხარით, დამიწერეთ, ვისაც მოგწონთ ღამე ქალაქში სეირნობა. თუ მოგეწონათ ჩემი ვიდეოები, დალაიქეთ, გამომიწერეთ. დამიგულეთ. რა ვიცი, დღევანდელი დღეს ასე დავასრულებ. ძალიან დიდ მადლობას მოგახსენებთ ჩემი ყურებისთვის, ჩემი გამოწერისთვის და რა ვიცი. ბედნიერ დღეს გისურვებთ, იყავით ლაღები, ლამაზები, კარგები, შეყვარებულები, სიყვარული თუ გადაგვარჩეს მეგობრებო და ასე ბედნიერ დღეს და ცხოვრებას გისურვებთ. ახადაგებში ვტობებით და რა ვიცი, მომავალ შეხვედრამდე ძალიან მიყვარხართ. კოცნით თქვენ ლუსი ნანიკო. კარგად, დროებით, შეხვედრამდე.